საკრუიზო გემიდან, რომელზეც ჰანტავირუსი გავრცელდა, ყველა მგზავრი ევაკუირებულია. ისინი გემიდან 11 მაისს გამოიყვანეს და სამშობლოში სამხედრო და სამთავრობო ჩარტერული რეისებით დააბრუნეს. ყველა მათგანი ამჟამად კარანტინში იმყოფება. ბოლოს ვირუსი საფრანგეთის მოქალაქეს 11 მაისს დაუდასტურდა, როდესაც ის სამშობლოში დაბრუნდა. საფრანგეთის კიდევ 4 მოქალაქესთან ერთად ის სპეციალურ განყოფილებაშია გადაყვანილი. საკრუიზო გემის კიდევ ერთ მგზავრს პირველადი ტესტირებით ვირუსის სიმპტომები აღენიშნება. იგი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჯორჯიის შტატში დააბრუნეს, სადაც დამატებით ტესტირებას გაივლის. ჩატარებული ტესტირებით გამოჩნდა, რომ ერთ პირს კანარის კუნძულების დატოვებამდე გამოუვლინდა სიმპტომები, მეორე პირი კი უსიმპტომო იყო, თუმცა პირველ პირთან ახლო კონტაქტი ჰქონდა. ორივე მათგანი ახლა M2-ის გადამდები დაავადებების განყოფილებაში მოთავსებული. პირველ პირს შესაბამისი მკურნალობა უტარდება, მეორეს კი დამატებითი კვლევები. ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრში ამბობენ, რომ ვირუსთან დაკავშირებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასა და სხვა ქვეყნებთან მუდმივად თანამშრომლობენ. იმ ქვეყნებთან თანამშრომლობდით, რომელთა მოქალაქეებიც ჰანტავირუსით იყვნენ ინფიცირებული. ეს აუცილებელი იყო, რათა კოორდინირებულად გვემოქმედა არსებული სიტუაცია სრულად გაგვეანალიზებინა და გემზე მყოფი ადამიანებისთვის დახმარება გაგვეწია. კანარის კუნძულებზე ჩვენი გუნდი გაუგზავნეთ, რათა მგზავრებს გემიდან ჩამოსვლისთანავე შეხვედრდნენ. ეს სახელმწიფო დეპარტამენტთან, ესპანეთის მთავრობასთან, ჯანმოსთან და მრავალ საერთაშორისო პარტნიორთან კოორდინაციით შევძლებთ. შემდეგ მგზავრები თვითმფრინავში გადავიყვანეთ და შეერთებულ შტატებში დავაბრუნეთ. ამოცნა წარმატებით შესრულდა. საკრუიზო გემზე ჰანტავირუსით 3 მგზავრი გარდაიცვალა, ხოლო 6 პირს ვირუსი დაუდასტურდა ან ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნება. ყველა მგზავრი კარანტინში იმყოფება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ამბობენ, რომ თუ მგზავრები გემზე კიდევ დიდხანს დარჩებოდნენ, მათი მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდებოდა. ჯანმოს ცნობით ვირუსის მასშტაბურად გავრცელების საშიშროება არ არსებობს და მოსახლეობას პანიკის საბაბი არ აქვს. ჯანდაცვის უწყებების ინფორმაციით ეს ჰანტავირუსის პირველადი აფეთქებაა, რადგან ვირუსი მღრღნელების ექსკრემენტებით ვრცელდება და ადამიანებს შორის მარტივად არ გადადის. თუმცა ვირუსი იშვიათ შემთხვევებში შეიძლება მაინც გავრცელდეს ადამიანებში. სიმპტომები, სიცხე, შემცივნება და კუნთების ტკივილი, როგორც წესი, დაინფიცირებიდან 1-დან 8 კვირამდე პერიოდში ვლინდება. მიუხედავად იმისა, რომ ჰანტავირუსის სამკურნალო საშუალება ან ვაქცინა არ არსებობს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ვირუსის ადრეული გამოვლენა გადარჩენის შანსს მნიშვნელოვნად ზრდის.